ქვეყნებო, ახლახანს შესრულდა 13 წელი ქართული ოცნების დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საბადიო თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინავენიშვილმა. მე თავისუფლებას მივცემ თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. მე კვირაში უკვე ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი საარჩევნო კამპანია. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის. ეს გამარჯვება იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო წელში გამართული და კიდევ უფრო განვითარებული საქართველოსკენ. ქართველი ხალხის მხარდაჭერით ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. რათა არც ერთ მუნიციპალიტეტში არც ერთი თქმით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები. ჩვენ გვაქვს კაფეო სახელმწიფოებრივი ამოცანები. ეს არის დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო გამტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი, ორი ეროვნული ქართული ოცნება. ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ამიტომ ძალისხმევას არ დავიშორებთ, რომ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის გაორმაგების შესაძლებლობა მოგცა.